დღესვე ბათუმის საკრებულო მცვლელებები შეიტანა ბათუმის სასაფლაოების სარგებლობისა და მომსახურების საფასურში. შეღავათიანი ტარიფით მოსახლეობა საჭიროებისას მხოლოდ ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებულ სასაფლაოებზე ისარგებლებს. მცვლელების თანახმად თუ კი ფერიის სასაფლაოზე ერთადგილიანი სასაფლაოს ღირებულება 150 ლარია, ურეხში, თოდოგაურში, მახინჯაურში, მახვილაურსა და ინჯალოში მისის შეძენა 100 ლარად იქნება შესაძლებელი. 50%-ით გაიებდა დაკრძალვის მომსახურებაც და მისი ღირებულება 50 ლარით განისაზღვრა. 50%-ით იაფდება სამადგილიანი სასაფლაოს ტერიტორია, თუ კი ფერიაში ღირებულება 800 ლარია, სხვაგან მისი შეძენა 400 ლარად იქნება შესაძლებელი. ტარიფები კიდევ უფრო მცირდება 4 და მეტ ადგილიან სასაფლაო ტერიტორიის შეძენისას. IP ბათუმის სასაფლაოს იურისტი თქმით, შეღავათების შემოღება სოციალური ფონის გათვალისწინებით მოხდა. ფერიის სასაფლაო კი უკვე დახურულია და ძირითადად ძირძველ ქალაქს ემსახურება. თუკი დღეს მოქმედი ტარიფებით ერთი ადგილის გამოყოფა ბათუმის საჯარო სასაფლაოზე ღირს 150 ლარის ოდენობით, აღნიშნული სასაფლაოებზე იქნება 100 ლარის ოდენობით. ანალოგიური შეღავათები გავრცელდება დაკრძალვის შემთხვევებზეც და ნაცვლად 100 ლარისა აღნიშნულ 9 სასაფლაოზე გათვალისწინებული იქნება 50 ლარის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა გარკვეულ ფინანსურ შეღავათებს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას და იმ სასაფლაოს მოსარგებლეებს, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით.